Here's Johnny. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შევეცდებით გავიგოთ თუ რა შეიძლება ნიშნავდეს სტენლი კუბრიკის ფილმი ნათება. დავიწყოთ. ფილმი ერთი შეხედვით უბრალო ალკოჰოლიკ მოძალადე ქმარზეა, რომელიც სასტუმროში მარტო ყოფნამ და გამუდმებით სამუშაოზე ფიქრმა ჭკუიდან შეშალა, რის შემდეგაც ოჯახის ნაჯახი დაკუწვა გადაწყვიტა. ფილმი საბოლოოდ მთავრდება ისე, რომ მისი შვილი დენი და ცოლი ვენდი თავს დააღწევენ ფსიქოპატ ჯეკს და დატოვებენ სასტუმროც, ხოლო თავად ჯეკი თოვლში იყინება. დიახ, იყინება. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივ და არაფრით გამორჩეულ ამბავს გავს, თუმცა ფილმის მთავარი ტვისტი მისი ბოლო კადრია, როდესაც კამერა ახლოვდება სურათთან, რომელიც 1921 წელს არის გადაღებული, ხოლო წვეულებაზე მყოფ ხალხთან ერთად უпростоრად კი მის ცენტრში ვხედავთ ჯეკს. ნათებას ფილმის მოვლენები 1980 წელს ვითარდება, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ რაღაც რიგზე არ არის და ფილმს თავიდან უნდა ვუყუროთ. ფილმის მეორედ ნახვისას შეიძლება განსხვავებული შთაბეჭდილება დაგჭირდეთ და იფიქროთ, რომ ჯეკი უბრალოდ რეინკარნაცია იმ კაცისა, ვინც წლების წინ ამ სასტუმროში ოჯახი ამოხოცა, თუმცა ესეც არ არის ფილმის ძირეული ახსნა. მოდი მეც აღარ გავწელავ შესავალს და პირდაპირ გარჩევაზე გადავიდეთ. რეალურად მთელი ფილმის განმავლობაში კუბრიკი ფინალից გარდა ბევრ სხვა მინიშნებას გვიტოვებს, რომელიც გაცილებით ფართო თემებს მოიცავს, ვიდრე უბრალოდ სასტუმრო და მასში მომუშავე ხალხია. ფილმი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა ისტორია და მუდმივი განმეორებადი ძალადობა. კუბრიკი ერთ-ერთ განცხადებაში თავადვე მიუთითებს, რომ ჯეკი ნამდვილად ვიღაცის რეინკარნაცია იყო და ის აქამდეც მუშაობდა ამ სასტუმროში. ჯეკის პერსონაჟი თავადვე ამბობს ფილმში, რომ თითქოს ის აქამდეც ნამყოფია აქ. მისი თითოეული ქმედება დეჟავიუს სახით ჩდება მის გონებაში. ის მარტივად ცნობს ბარმენ ლოიდს და ეუბნება, რომ ყოველთვის დიდ სიმპათიას იწვევდა მასში. რეალურად ჯეკი არ არის ერთადერთი რეინკარნირებული პერსონაჟი. ფილმში გამოსცემენ ჩარლზ გრეიდის ისტორიას, რომელმაც 1970 წელს მოკლა თავისი ოჯახი. ის ფილმში გვევლინება დელბერტ გრეიდის სახით, რომელიც არის სასტუმროს მიმტანი. ანუ დელბერტ გრეიდი ჩარლზ გრეიდის რეინკარნაციაა, რომელმაც 10 წლის წინ საკუთარი ოჯახი ამოხოცა. დელბერტ გრეიდი თავადვე ეუბნება ჯეკს, რომ ის ყოველთვის მუშაობდა სასტუმროში დარაჯად, მცველად. ის ეხმარება ჯეკს, რომელიც მისმა ცოლმა ოთახში ჩაკეტა თავი დააღწიოს იქაურობას და განაგრძოს მკვლელობების ციკლი, ანუ მანაც დახოცოს თავისი ოჯახის წევრები. სცენებისა და წარსულის გადმონაშთებია დარჩენილი, გვეუბნება, რომ სასტუმროს ისტორია ვერ შეიცვლება, ვერ დასრულდება. გვიჩვენებს წარსულს მყოფ ადამიანებს, რომლების თანამედროვეობას მოერგნენ, თუმცა ისინი ვერ იქნებიან წარსული ძალადობისგან თავისუფლები. ეს უწყვეტი ციკლია, რომელსაც სასტუმროში მყოფი წარსულის სულები მუდმივად გააგრძელებენ. ნათებას მოვლენები გვიყვება, რომ ჯეკი გაბმულია მახეში. ეს უკვე სასტუმროს ისტორიის ნაწილია. თუ შეგვიძლია ამას მემკვიდრეობითი ძალადობაც ვუწოდოთ. ეს სისხლიანი სცენები ადამიანის აგრესიასა და მუდმივად მეტის მიღების სურვილს გამოხატავს. როდესაც ჯეკი და მისი ოჯახი ჩავა სასტუმროში, სასტუმროს მფლობელი უყვება ჯეკს ამ სასტუმროს ისტორიას. ამ ადგილას და სასტუმრო აღმართული უპოვია ძველი ინდიელების იარაღები, ძველებური ნაჯახები და ცულები, რაც ამერიკელების მიერ ინდიელების გენოციდზე მიგვანიშნებს. 1492 წელს, როდესაც კოლუმბია ამერიკის შეერთებული შტატების ნაპირებს მიადგა, ინდიელების 500 წლიანი ჯოჯოხეთი დაიწყო, სანამ ისინი მთლიანად არ გაანადგურეს. კოლუმბის დროის ისტორიკოსი და პუბლიცისტი წერს უამრავ საშინელებას თუ როგორ აწამებდნენ კოლონიზატორები ადგილობრივ მოსახლეობას. ამერიკელები ისეთ მეთოდებსაც კი იყენებდნენ, როგორიცაა წყლის მოწამვლა. მაგალითად, მათ სოფელ კაიანანგში სასმელი წყალი მოწამლეს, რის შემდეგაც 2000 ადამიანი გარდაიცვალა. ზუსტად ეს არის ამერიკელების მოუნანიებელი ცოდვა, რისგანაც თავის დაღწევას დამალოს დღემდე ცდილობენ და იქცევიან ისე, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. ჯეკი კი სწორედ კლასიკური მოძალადე ამერიკელის წარმომადგენელია. რაც შეეხება მის შვილ დენის. ის არის ახალგაზრდობის განსახიერება, რომელსაც ერთი შეხედვით დავიწყებული აქვს მისი ქვეყნის ასეთი ბნელი და შემზარავი წარსული. ისინი ცდილობენ თავიდან აირიდონ წარსულიდან გადმონაშთი ფრაგმენტები, თუმცა მისგან საბოლოოდ თავის დახსნა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ხედავს ფილმში დენი წარსულში მომხდარ სისხლიან მოვლენებს და ჰყავს წარმოსახვითი მეგობარი, რომელიც უამბობს იმ სისხლის მხვრელ მოვლენებზე, რა თქმა უნდა ფილმში ეს ალეგორიულად არის გადმოცემული. სასტუმროში ძალიან ხშირად ხვდებით ამერიკის დროშებს და თუ დააკვირდებით, მთავარ პერსონაჟებსაც ამერიკის დროშის ფერებში აქვთ ტანსაცმელი გამოწყობილი, ხოლო დენის მაისურზე გამოსახულია აპოლო 11-ის რაკეტა. ეს იყო პირველი გაფრენა მთვარეზე, რაც ამერიკის და საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი წინსვლა და მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. ფილმი სვავს კითხვას, შეიძლება თუ არა ოდესმე დასრულდეს ეს ძალადობრივი ციკლი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ციკლი ჯეკის მოსვლამდეც მიმდინარეობდა და მისი გაყიდვის შემდეგაც გრძელდება. დიახ, ის იყინება, რაც იმის სიმბოლოა, რომ ეს პრობლემის დროებითი მოგვარებაა და ის ფაქტი, რომ ჯეკმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვერ დახოთა ცოლ-შვილი და მისია შეუსრულებელი დარჩა, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დასრულდა. ჯეკი უბრალოდ ამ ყველაფრის შემწრია. ამჯერად ეს ციკლი მისი სხეულით უნდა აღსრულებულიყო. მას კი აუცილებლად ჩაანაცვლებს სხვა. რაც შეეხება თავად სასტუმროს, მისი ასეთი აბსტრაქტული ვიზუალი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს ერთგვარი მახია, საიდანაც თავის დაღწევა ალბათ შეუძლებელია.
ხოლო ფილმის ბოლოს სცენა, სადაც დენი ცდილობს უკვე შეშლილ და გაგიჟებულ მამამისს გაექცეს, მოგაგვანებს ბერძნულ ლეგენდას მინოტავრზე, რომელიც მეფე მინოსმა დაამწყია გაუვალ ლაბირინთში. ლაბირინთში ბევრი სირბილის შემდეგ დენი ახერხებს და თავისუფლდება ტირანად ქცეული ჯეკისგან. ეს დიდი ალბათობით თეზევსის ალეგორიაა, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც შეძლო და გამოვიდა მინოტავრის ლაბირინთიდან. ამ მომენტში გაირღვა სიკვდილის ციკლი, თუმცა ის აუცილებლად კვლავ გამთელდება. ერთ სცენაში ვხედავთ ამერიკის ყველაზე ელიტარისტულ ეპოქას, დარბაზს, რომელიც ექსკლუზიურად მაღალი ფენის თეთრკანიანი ხალხითაა სავსე. ამ ეპოქას დღესაც კი განსაკუთრებული სენტიმენტებით იხსენიებენ, როგორც დახვეწილ პერიოდს, ხოლო რასიზმზე და დისკრიმინაციაზე თვალის დახვეწა მათთვის უკვე ნაცნობი მცნებაა. უფრო კარგად რომ გავერკვეთ, გავიხსენოთ სასტუმროს სამზარეულოს უფროსი დიკ ჰელორანი. ჯეკს მთელი ფილმის განმავლობაში ძალიან ცივი და უხეში დამოკიდებულება აქვს მასთან. ერთ-ერთ სცენაში დელბერტ გრეიდი ჯეკს ეუბნება, რომ მისი შვილი უცხო ადამიანის მოწვევას აპირებს, რომელიც დაეხმარება მას უკეთ გაეცნოს სიტუაციაში. ეს უცხო ადამიანი კი არის დიკ ჰელორანი, სამზარეულოს შავკანიანი უფროსი. ფილმის ბოლოს ჯეკი მასაც კლავს. ფილმის მომდევნო აქტია ჯეკის ალკოჰოლზე დამოკიდებულება. აქ ალბათ ყველაზე კარგად არის გადმოცემული, როგორ ამჟღავნებს ამ მდგომარეობამდე მიყვანილი ადამიანი თავის თავს. ჯეკის ცოლი ვენდი ერთ სცენაში ყვება, რომ ერთხელ როდესაც ჯეკი სახლში დააბრუნდა ნასვამი, დენისთან მის შვილთან მიმართებაში ზედმეტი მოუვიდა და ხელი მოსტეხა. რეალურად ვინც საკუთარი შვილის სიცოცხლეს ბოლომდე იცავს, ეს მამაა, ხოლო აქ პირიქით. ფილმში მჟღავნდება, რომ ჯეკს სექსუალური გადახრებიც კი აქვს და ძალადობა ყველაზე მცირეა, რაშიც მის ოჯახს მისი დადანაშაულება შეუძლია. გარდა ამისა, გადმოცემულია, როგორ შეიძლება გააგიჟოს ადამიანი მარტოობამ და მუდმივად ერთი და იგივე რამაზე ფიქრმა. ფილმის ბოლოს, როგორც თქვი, ვენდი და დენი თავს დაახტევენ ჯეკს. თავად ჯეკი კი იყინება. ეს თავად სტენლი კუბრიკის იმპროვიზაციაა. სტივენ კინგის ექსში, რომელსაც დაეყრდნო შემდეგ ფილმი, ჯეკის ცოლი ვენდი ბოლოს სასტუმროს ცეცხლს უკიდებს და წვავს. ვინაიდან კუბრიკს და სტივენ კინგს სახარბიელო დამოკიდებულება არ ჰქონდათ ერთმანეთთან, კუბრიკმა ფილმის დასასრული თავისებურად შეცვალა და ჯეკი კი არ მოკლა, არამედ გაყინა, რაც დროებითია. ოდესღაც ის ყინულებს თავს დაახტევს და სხვისის სხეულით გააგრძელებს იმის კეთებას, რისი ნაწილი ჩვენ ფილმში ვნახეთ. მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია მოგეწონათ და იმედია გასაგებად ავხსენინ. დღეისათვის ამით დაგემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში ძალიან მალე დროებით.